ხო, შენ მაგარი ხარ. საკუთარი თავი ძალიან მაგარი. უკვე ერთ თვეზე მეტია რეპეტიციის დაწყებამდე გიგო ამ სიტყვებით საკუთარ თავს ამხნევებს. სცენაზე პირველად არ დგას, თუმცა ამ სპექტაკლში მთავარი როლი ერგო და ამიტომ ცოტას ნერვიულობს. თუმცა საკუთარი თავის იმედი მაინც აქვს. ფიქრობს, რომ არაჩვეულებრივ გმირს ასახიერებს და ამბობს, რომ პატარა უფლისწულივით ისიც იმოგზაურებდა მთელი სამყაროს გარშემო. ასეზე პატარა შეხედე უკვე ჩაძინებია. უფლისწული რო წავიკითხე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ არის ესეთი დედამიწა, აი მაგარი ფრანეტები, მომწონს ეს ადგილი, იმიტომ რომ მოხვდი აქ ამ სცენაზე, ძალიან მომწონს მათ. გიგოს მსგავსად ამ საქმეში სესილიაც გამოცდილია. სცენაზე არაერთხელ მდგარა, თუმცა ყოველ გამოსვლაზე ისიც ნერვიულობს. მას მეორე პლანეტაზე მცხოვრები პატივმოყვარე ადამიანის როლი ერგო, რომელსაც ყველა ცოცხალი არსება თავისი თაყვანისმცემელი გონია. ეგ რას ნიშნავს? პატარა უფლისწული ჯერ არ წაუკითხავს, თუმცა რეპეტიციებიდან გამომდინარე გარკვეული შთაბეჭდილება უკვე შეექმნა. აქ მეგობრების სევიზინე კმაყოფილება მიყვარს ურთიერთობა და ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი. ერთი ფრაზა გამორჩეულად მოსწონს, რომელსაც საკუთარ თავთან აიგივებს. ამ პლანეტაზე ყველაზე ლამაზი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე წვიანი. გიგოს და სესილიას გარდა სპექტაკლში 40-მდე მონაწილეა დაკავებული. მათ შორის ცნობილი მსახიობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები და მოხალისეები. პატარა უფლისწული დიდ მოგზაურობას მოძრაობის თეატრში აგრძელებს. ეს სპეციალური ინკლუზიური სპექტაკლია, რომელიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი თავი და საზოგადოებას ამ ფორმით დაუახლოვდნენ. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის ბერლინიდან საქართველოში ლაშა როსტობაია ჩამოვიდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ხშირად მუშაობს. მე რამდენი შემთხვევა, როცა ამ ბავშვებთან მაქვს შეხება და დიდი სიამოვნებით ძალიან გამიხარდა, როცა შევიტყე, რომ მერიამ გამოიჩინა ინიციატივა შედგეს ეს სპექტაკლი და გაკეთდეს უფრო სწორედ და ძალიან გამიხარდა, იმიტომ ბავშვების იმედი მაქვს, იმიტომ რომ ეს აპრობირებული ამბავია, ისინი სპექტაკლის წინ ყოველთვის ძალიან მობილიზებულები არიან, ჩემზე მობილიზებულებიც კი და ამიტომ რაც შეხება, ვნახოთ, იმედს ვიტოვებ, რომ რაც 50% მაინც გამოვა ის, რაც წარმომიდგენია. ოცნაური ხალხია ეს დიდები. სახამო მშვიდობისა. წერალი ანა კორძაია სამადაშვილი პატარა უფლისწულის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში გველის როლს თამაშობს, რომელიც დედამიწაზე მოხვედრილ მთავარ გმირს მართალია სისინით, მაგრამ უამრავ სიბრძნეს უყვება. მეტად უსური ხარ. არ მინდა ვინმე მოგულოდ წაიკითხოს, ეგრევე გადააყო. კარგი, ან ლეონ ვერტი აღარ ახსენებს. თამარ მაყაშვილი ამ სპექტაკლში მაყურებელს მთხრობელის ამპლუაში წარუდგება. ასეთი სიახლეები და გამოწვევები უყვარს. ერთი თვია მთელ ენერგიასა და დროს ბავშვებთან მუშაობაში ხარჯავს. შენ რომ მე ძალიან ხშირად მუშაობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და მაგრამ ასეთი მასშტაბის, რასაც ქვია, ნამდვილად პირველი. ავიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს ეს ყველაფერი. უკვე კარგია, როდესაც ესე ძლიერ ნაწარმოებს ეჭიდებიან და მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად უნდა იფიქროს, რას წერს ეგზუპერი ამ თავის არაჩვეულებრივ ნაწარმოებში. 17 ივლისს მოძრაობის თეატრში პატარა უფლისწული, მისი საუკეთესო მეგობრები და მასავით პატარა, მაგრამ ყველაზე ლამაზი სამყარო მაყურებელს ელოდება და სასიამოვნო მოგზაურობას პირდება.